შეუპერა ვახი. მე გახსნი სხვას. Nereye bu? İpucu ya, yasak. Ben sana tut var. Bu sırat ama. Ama bu burada ne? Akarız. Tut. Matali. Bu sırat ama. Ha? Boşa da uçtu. İmtihar o datsnades. Bu da abi biliyor. Anige. Ağu da ne? Amaz yaris. Esete. Kutgari. Masavle biliyor. Esaris çarç. Am çarços. Bu keter köy. Ne putkule? Evet. Ayamaz. Ak bu da ne? Avilis imperiya. Bu da esbabo. Agel ma avilis imperiya. Keter esaris baatki. Es putkule bir muşolsa. Ak tapsas qavs და თაფლი მოაქვს აქ ალარი სამაში ჩაასხავს შიგნიდან მე ამას დაბეჭდავს მე არის უკვე ზა პროდუქტი თაფლი ხომ გასტა დია ახლა ამას დანახე ეს უკვე და ეს არის დახურული ბარტი ახლა გაჩვენებთ რომელი როგორ არის ღია მოგეში ეს პუტარი არის ო არ ხელი არ იმოძრაოს სწრაფად და არც უნდა უქნე აუღრე აქ უკვე არის ღია ბარტიც არის და ინახე ეს ბარტი არის რამდენი ბარტია ხედავ ხედავ ამ კომპიუტერი ესენი რომ გაფრინდებიან ხო მე გიკნეს პავილისგან მოიტანს ნექტარს გამუშავებს და იქნება თაფლი. ამას უშვებოდი თაფლია. ხედავ? ეს მუშაფუტკრები არიან. ხო, აბა, ესენი მუშაფუტკრები არიან, აი. თაფლს ვაკეთებენ ისინი. აი ეს არის მუშაფუტკარი. ეს არის მუშაფუტკარი. აი ეს არის მამალი ფუტკარი. აი. მამალი ფუტკარი არ იკვინება. არ იკვინება, გამომართვი. გამომართ, მოგიდა ხელი, თორე გაგიფრინდება. ეგ არ გიგდეს, ნუ გეშინი. აჰა, შენც. არ ვიერია. ნუ გეშინი, არ გიგდეს, ეს არ იკვინება, ჰა. გამომართ. არ. ნუ გეშინი, არ გიგდეს, ნუ გეშინი. მე გამოგართმევ. არ გიგდეს. მე გამოგართმევ. გამომართ მე რაღაც. ჰა, ჰეი, ნუ გეშინი. არ გიკვინოს. არ გიგდეს, აჰა, ეს არის მამალი ფუტკარია, გამომართვი. მე გამიფრინე. ნუ გეშინია, ნუ. არ უნდა. ბაბა სიეს. არ გამიფრინე. მამალი ფუტკარი არ იკვინება, ნუ გეშინია. ამაში ჩამიდები. მათუნებს. ნუ გეშინია, ნუ ძის დავადა, ძის. მიღებდა. მიღატვნე? მე ვიღებ. არ მიხარბინო. ნუ გეშინია, ნუ. დაფრინავს, არ გიგვეს. აუ. ნუ გეშინია. რაღაცა გოდიფუთ ხარო. მოდი ხიარ. მოდი ხე, მე ხიარ და მამალია. ვაი! მე გათუნებს. მამალ ფუტკარს თაფლი არ მოაქვს. მარტო მიდი ეხე მე დავიგავ. აუ მე დავადები ფუტკარს ფეხი. ეგ არის. კაი. შენ მამალ ფუტკარს და. აუ რა ხადები. მიდი მომეცი. გამენ. და ფუტკარი მარტო კვერცხებს და ამრავლებს. დედა ფუტკარი. ოჯახს. მუშა ფუტკარი თაფლზე დადის. ფუტკარი იჩინო ხელა. მასდალები. გახლა. როგორც მამალი ფუტკარია ესეთია, ცოტა იმაზე ლამაზ. შავი არის ფუტბოლი. შავი არ არის. შავი არა. ახლა მომისმინა. ახლა გაჩვენეთ მეორე სტასი და იქ ნახე როგორ არის. ეყვა ხეზია. ნუ გეშინი, ნუ. მამაცები, ძებება. ეყვა ხეზია.
მოდი. Oh shit. მაგ დედალი არის. დარაჯი ფუტკრაბილა მე. ახლა გაჩვი, მაგ დარაჯი ფუტკრებს გაჩვი. მოდი მოშობო აქ დაყვედი. გასა. ფუტკრ. სხვა ფუტკას არ შვის ფუტკას არ შეუშვის. ფუტკრს არ. რომელი ზარმაც ფუტკარი იმას არ შეუშვის. საფლი არ მოიტან არ შეუშვის. აი მიგე ნუ იქნე. ძალიან ცუდად გეხართ. აქეთ გამო. საფრენზე ნუ დაუდგეთ, საფრენზე. ცოტა აქეთ გამოიწია და ისე და. ო ეგრე. ხო გაჩვი? აქ ხალე გაარყევი იმას. მე რა მოიწია. კიდე კეგედა. მაგორ. მე არ მინდა. აი დაგლა. ესა. ახლა ამ დროს არ იქნება. ამ დროს არის მე არ მინდა. ღალა არის ამ დროს ფუტკა ყველაფერი ყვავის. და მუშ ფუტკარი გართობილია მშობაში და იმდომაც არ იქნება. ახლა როგორ ახამეთი იყოს? ან წუმა იყოს, ან მოღრუბლული იყოს, ხო? და არაფერი იყოს ბუნებაში. მაშინ ფუტკა დახვენდა, ასე არ გვამუშავებდა. ისე დახვენდა რომ ძალიან. არ მინდა მე ახლა. ახლა ხო ხედავ, აი 10 ფუტკარი არ მოდის დახვენს. მოვეცი და მოვეციერად. იმიტომ აქვს რომ მუშაობს. გართულია მუშაობაში. ზამთარში როგორი კვებებია? ზამთარში ახლა ხო თაფლი მოაქვს. ამ თაფლს ინახავს. ვეჭავს და იმ თაფლს მე თვითონ წამენ ზამთარში. ჩვენც ვიღებთ, ამასაც უტოვებთ. ერთ ოჯახს მაინც უნდა ქონდეს დატოვებული 16 კილო მაინც უნდა ქონდეს თაფლი. ერთ ოჯახს. ეს კა? უნდა ქონდეს 16 კილომდე თაფლი. ვარა. ის ოჯახი შეიძლება ну შეიძლება ცოტა ქონდეს, უმბრა ცოტა ქონდეს, მაგრამ მაშინ ხელოვნურად მოუყვებოთ, რაღაც ავაჭაროთ. მაგრამ ჯობია რომ თავისი თაფლი ქონდეს. ახლა აქეთ გამოიწესე. აი მაგ როგორი ცხოვრობ სანთელი როგორ ფუტკარს მოაქვს? სანთელი ბაბუ არის როგორც ეთერზეთი, ასეთი თვია. და რთული ზეთია ეს. ამას გამოყოფს ფუტკარი. რომ აქეთ გამოდი არ გიკვინოს. ეს კეთება როგორ იცი? ახალგაზრდა ფუტკარი რომელიც არის, იმას ის გამოყოფს 1 კილო თაფლი, 1 კილო სანთელი რომ მივიღოთ, ხო? ფუტკარი უნდა შეჭამოს 4 კილო თაფლი. ამიგე ამდენი თაფლი უნდა შეჭამოს, ხო? 1 კილო თაფლი, 1 კილო სანთელი რომ მივიღოთ, 4 კილო თაფლი უნდა შეჭამოს ფუტკარი, რომ 1 კილო სანთელი მივიღოთ. ეს ძალიან ცოტა მოაქვს. მოაქვს ეს როდის იცი, როცა ღალა არის, ღალა რას ქვია, იცი? აი როცა ბუნებაში ყველაფერი ყვავის და კარგი ამიდებია და მოდის ყვავილზე და ნექტარი მოაქვს. სიცივეში არ ხდია. არა, სიცივეში არ ვერ გამოდის, აბა შენ სიცივეში გახვალ გარეთ ვერ გახვალ, ხო? თბილად შეიძლება გახვალ, მაგრამ ეს ფუტკარია, ხო? სიცივეში ვერ გამოდის. ამიტომ უნდა აი აცი სარეკარება. როგორ არეკარება? ყაღაჩოზე ზეგარება და ყველა ყვავილზე გარება. აგერ ენახა რამდენი ყვავილებია? ის ყვავილები ყველა თაფლს იძლევა. არის ესეთი ყვავილები, რომლებიც ათრობს. აბა? აი ელის ყვავილია. იმის რომ მოიტანოს ფუტკარი, ხო? ნექტარს. ის ნექტარი არის მომწამლავი. მომწამლავი კი არა დაათრობს ადამიანს, მათრობელად არის. იცი შეგვიძლია ფუტკასო დავეხმაროთ. რა, ჩვენ ფუტკას დავეხმარებთ იმით, რომ აი აუწმიდავ წყებს, აუშენებთ, გავუკეთებთ ჩარჩოებს. და რაც შეგვიძლია ჩვენ აი ეს ფუტკარმა რო თვითონ არ ააშენოს, ხო? ჩვენ ამიტომ ფირფიტებს ულაგებთ. ხელოვნურ ფირფიტებს და ის ფირფიტები იმას მალე გაჭიმავს და მალე ააშენებს და ამით ვეხმარებთ. თან სკასუმ რა ფუტკარი გვიგმეს თუ რა მოკლე. მუშა ფუტკარი მართლა ყველაზე ცოტა საწყლაო. ხო, 45 წუთს. 45 დღეს. მეც კი აცოც. 45 დღეს. რა შვილი? შვილი? შვილი არის სანთელი. რომელსაც ხო გითხარით რა? რომელსაც ფუტკარი ამზადებს და იმ შვილში. შვილი დაშენებს ჩარჩოს, იმ ჩარჩოზე მე ბარტყიც გამოყავთ იმაში. და ტუპრი ყველაფერი და მე თაფსასავენ და ზაფხულში ინახავს თავს. მამალი. აი, ეს მამალი არის, ეს არის მუშა ფუტკარია. ფუტკარი იმიტუად ნებს თავის უკაშრო ინსტინქტია. კი ბატონო, ინსტინქტია. ფუტკარი ყველაფერს ინსტინქტი დაგეთებს. ახლა ეს კარო ჩვენ ცოტა გვერდზე გადავწიოთ.
ეს ვეღარ მიაკნეს. აქ რო გადმოვიტანოთ ეს, ხო? ყველა ფუტკარი მოვა აქ. ისევ ამ ადგილზე მოვა, იმას დამახსოვრებული აქ ეს ადგილი. ოჯახი რო დასაყრდნ. ამიგე? აი ყურე, კაი კითხვაა. ნახე, როცა მომრავლდება ფუტკარი, ძალიან ბევრი იქნება სკაში. აღარ ეტევა შიგნიდან. ამ დროს დედა გამოყავთ, იმად და ისინი გაიყოფიან. ამიგე? გაიყოფიან და წავლენ სხვაგან. ამიტომ მე ფუტკრემ ეს არ უნდა დაუშვას, უნდა თვითონ ეს ფუტკარი ან გაყოს, ან კიდე გააფართოს დროზე და აღარ გაიყოფა. ამრავლება თუ გინდა სხვა დედების გამოყანაა და ასე. ეხლა აქედან რო დადგნენ? კი ბატონო, ფუტკარი რა შეიპარება, ძლიერისაც არის. სადაც დედა არ არის და სუსტი ოჯახია. აი იქ კიდე შეიპარება ხუთი ფუტკარი. ერთ თუ შევიდა, ხო? და ბევრი შევა. აი ფუტკარს იმ სკას სულ დახურდა და წაარჩინა. თორსა ფუტკარს დაიხურა. აიხურა მაინც. ამას ჩხუბობენ ფუტკარს. ფუტკარს ეგ ინსტინქტიც აქვს, რომ ერთმანეთს პარადა. ეს ძალიან ცუდი ჩვევაა მაგალითად. ძლიერი აქ რომელიც ძლიერი არის, ის რჩება და რომელიც სუსტია, იმას ეს გადაიღენა. ამგე იქ. ფუტკარი ავად კი ხდება ავად. როგორ ხდება? ფუტკარს ყველაფერი ბევრი ავადყობა კიპაც აქვს. ესეც ერთი დავადის არის. იმას სამალი უნდა. ქვია კიდე აი ფუჭი რო აშლება და ამას ფუტკარს ხო ისიც არ შეიძლება უნდა უშენო. მე კიდე ყავს რა გაციებული ფუტკარი არის, გაცივდება ხო? მე კვდება. ბატონო იმაში მე ვიკილებ ჩახმება ჩარჩოში და მე იმის გამაღება და წვალობს. მე თვითონაც იღუპება და ბევრი დაიღუპა ასე. გამიგე? მას ერთი აი რო შეიპა რასი არა, შეპარდი დედა ფუტკარი არ შეიპარება. თუ შეიპარება, თუ შევიდა დედა ფუტკარი, ხო? დედა ფუტკარი სხვა ფუტკარი ან გამოაგდებენ ან მოკლავენ. ერთ სკაში ორი დედა ფუტკარი არ შეიძლება იმისთვის. ამიგე ერთ სკაში იჩხუბებენ. იქ დედას თავისი აი ამ სკას რო და რო მელის გაიმარჯვებს ის დარჩება. აი ამ სკაში არის დედა ფუტკარი. იმ დედა ფუტკარს თავისი ქცევა აქვს. თავისი ხმა აქვს, სუნი აქვს თავისი. და ამით ფუტკარი გძნობს თავისას, თავისი რომელია და რომელი არის იმისი სკის. ახლა მოგითხარი ძალიან ყარაულები რო ყავს, დარაჯები ხო ყავს? ფუტკარს ყავს, დარაჯიც ყავს. და წყლის მომტანიც არის, ჩარჩოს მშენებელიც არის. ფუტკარი 21 დღეში იბადება. ამიგე? გიორგი. ისე გამოცდილ ხომ? თაფლის გაკეთე. არა, თაფლს ვერ გააკეთებ. იმას რო გააკეთე, ის თაფლი კი არ არის. ის არის სეროფი. აი თაფლი მურაბას რო გააკეთებ ხომ დედიკო? ის იქნება, თაფლი არ იქნება. თაფლი არ იქნება გაკეთებული, ფუტკარი აკეთებს მაგრამ თაფლს. დანარჩენში თაფლი არ შეიძლება რომ ფუტკრის პროდუქტი არის თაფლი. დანარჩენი ის არის უკვე ხალბი. დედიკო რო სახში მურაბას გააკეთებს, ფუტკბილია ეს. ის მურაბა და თაფლს მარტო ფუტკარი. კი ბატონო ჭამს, იმ მურაბისგან შეიძლება თაფლი გააკეთოს. ეს თაფლი არ მიაქვს. ყველაფერი შეიძლება თაფლი და. კი ბატონო, რაც კი თკბილია, ხო? რაც იმერას აკეთებს თაფლს. აჰა. ყველაზე დიდხანს რომელი ფუტკარი ის? ყველაზე დიდხანს 45 დღეზე ფუტკარი აცოს. ისიც ხდება მუშაობაში. ხდებიან დროა და ეხლა ხდება. ზამთარში ახლა, მაგრამ თუ არ მუშაობს ფუტკარი, ის ღანს უცხობს. მაგრამ ზამთარში ვერ გამოდის და ამიტომ 45 დღესაც აცოს. დედა ფუტკარი დიდხანს უცხობს. დედა ფუტკარი 3 წლამდე, 4 წლამდე ცოცხლობს, 5 წლამდე არის და მაგრამ ჯობია რომ ყოველ წელიწად ახალი დედა ყავდეს. ფუტკარი. დასასწრა. ახალი დედა მეტკვეთს ხდება და მალე მრავლდება და მალე აენახება კავშირს ხას. დედას იმდენი არ შეუძლია. რამდენ დღეში გამოდის?
პატარა ფუტკარი. ჯერ მომისმინე ფუტკარი სანამ გახდება, ხო? ჯერ კვერცხი არის. მერე ეს კვერცხი არის სწორად ჩადებული არის იმაში, ფიჭაში. მერე ეს კვერცხი 3 დღის შემდეგ, მე-4 დღეს გამოდის იქიდან ჭუპრი, პატარა ჭუპრი. ის ჭუპრი მერე ფუტკარი ის კვერცხი გამოვიდეს, ხო? 21 დღე უნდა მოხდეს. 21 დღეში გამოდის, თავიდან ბოლომდე. Дитя фотокара март. Ты вообще лезешь в хабазар, когда увлечь. ო, არის დიზაფუტკრები, ცოტა დიზაფუტკრების არის. აი დიზაფუტკრები ულიან, აი ამ ბატკები რომლებიც გამოდიან, კვერცხი გამოდის. იმას მე საკვებს უკეთებს და ჩაუსხავს იქ, დედაც მაგად გამოყავს. და ყველაფერი აბარა. მუშაობს დიზაფუტკრები, ძირთადად ულის ბატს. ამიტომ აფს და საკვებს აძლევს ბატს. Деда фотокара თოშ ხوارამესაც. არა, დედა ფუტკარი მარტო კვერცხებს. და ეს ძლიერი ფუტკარი დედები ვარ, ჩვენი არის ალი დედები. ეს აი მომიძებია. მამა ფუტკრები დასაკეთებია. მამა ფუტკრები ჯერ მამა ფუტკრები აწვევს ნსკას, მარტო საფათებიდან და მერე ანაყოფიერებენ დედას. ანაყოფიერება ხდება დედის. ამიგე ფუტკრები შეიძლება ყვავილია. აბოლია შედიტკო. გამოლია ნაბარასიზე. ყვავილია, სხვა გამიერებს ფუტკარი ყვავილს. ეს ფუტკარი თუ არა მოასპა ფუტკარი მოვა. ამა ყვავილი ფუტკრის უსავს. სურათებში შედის. რა დაინახო ყვავილი არ უნდა მოკლა, არც ხელი არ უნდა მოკნიო. თავის საქმეს გააკეთეთ და არ გიწევს. აბა ხო უკბენი არც ფუტკარს, ამდენი ხანი ამდენი ფუტკარი. ეს არ უკბენი არ არის, ხო უკბენი. ზეგი ამიტომ მავნე არ ყოფილა ფუტკარი. არ ყოფილა, ხო? ეს ყვავილები რო დარგეს, იმ ყვავილებსაც მოვა, ის ყვავილებს მე და იმას დამტვრას გაუგედებს ერთ ყვავილს დააჯდა, მეორე გადაიტანს ფტერს და ის ყვავილი განაყოფიერდება და კარგი იქნება.